Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons veering day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ თემაზე ADHD. ალბათ იფიქრებთ რა შუაშია ADHD, იგივე ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი ნევროლოგიასთან. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი დასრული პაციენტი მაკითხავს და მთხოვს ამ დაავადებისა თუ მდგომარეობის დიაგნოსტიკას და იმედოვნებს, რომ დიაგნოსტირებისა და სწორი თერაპიის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ასეთ პაციენტებს მე ვამისამართებ ნეიროფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ დღეს თქვენთან ერთად მეც ძალიან ბევრ რამეს გავიგებ ADHD-ზე, ქალბატონ ანა მახარაშვილთან ერთად, რომელიც არის ADHD ჯორჯიას თანადამფუძნებელი. მოგესალმებით, ანა. გამარჯობა ნატო, ძალიან მიხარია თქვენთან რო ვარ დღეს. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ და მოგვიყევით იმაზე, თუ რა არის ADHD და როგორ განსხვავდება ასეთი ბავშვი თუ ზრდასრული, ტიპიური დაბნეული ან ჯიუტი ბავშვისა და დასრულისგან. დიახ. ADHD არის ბავშვთა ნეიროგანვითარებითი პრობლემა, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნეიროგანვითარებითი პრობლემა ბავშვებში. ნეიროგანვითარებით პრობლემებში ასევე მოვისაზრებთ მაგალითად აუტიზმს, რაც შეიძლება ითქვას ბევრად უფრო ცნობილია ჩვენს ქვეყანაში საქართველოში, ვიდრე ADHD, რომელიც აქტუალური გახდა შეიძლება ითქვას ბოლო რამდენიმე წელია. თუმცა ADHD ახალი დიაგნოზი არ არის, ბევრ ჩანაწერებში ვკითხულობთ ამას საუკუნეების წინათ, რომ აღწერენ ADHD-ს მქონე ადამიანს უბრალოდ მაშინ ამას არ არქმევდნენ და ჩვენს რეალობაშიც ხშირად ბავშვები, რომლებიც არიან ცელქები, ურჩები და მოიხსენიებენ სხვადასხვა სიტყვებით, როგორც არის უპასუხისმგებლო ბავშვი, ჯიუტი ბავშვი, გაუგონარი ბავშვი, შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც აქვს ADHD. თქვენ მკითხეთ, რითი განსხვავდება ADHD-ის მატარებელი ადამიანი და უშუალოდ სხვა ადამიანისგან, რომელიც შეიძლება ცოტა უფრო ჰიპერაქტიული იყოს, შეიძლება ზოგჯერ გასაღები დაკარგოს, ზოგჯერ დავალება დაავიწყდეს სახლში, ხო? თქვენ მოგეხსენებათ, რომ როგორც სხვა მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, აქ ლაპარაკია რამდენად ხელს უშლის ესა თუ ის პრობლემა ადამიანს ფუნქციონირებაში. ხო, აი მაგალითად დეპრესია რომ ავიღოთ, რამდენჯერაც მოწყენილი ვართ, დეპრესიის დიაგნოზი არ გვესმევა. ხო, ამას აქვს სპეციფიური შეფასების კრიტერიუმები და როცა ვხედავთ, რომ უკვე ეს ადამიანის ეგრეთ წოდებული მოწყენა და ცუდი გუნება განწყობა იმ დონემდე მიდის, რომ ადამიანს ეზღუდება მისი ფუნქციონირება და სხვადასხვა პრობლემებს უქმნის, მოკლედ უკვე ვსვავთ ამის დიაგნოზს. იგივე არის ADHD-ზე. ბავშვი, რომელიც ფეხებს იქნევს, არის ნორმალური ბავშვი. ბავშვმა უნდა იქნიოს ფეხები. მაგრამ ბავშვი, რომელიც იმდენად აქტიურია, რომ ის ვერ ჩერდება საკლასო ოთახში, ქმნის პრობლემას სხვადასხვა სივრცეში, იქნება ეს დაუშვათ წრეები, დაუშვათ რელიგიური ღონისძიებები, რაღაც დღესასწაული, ასევე ჰიპერაქტიურობა შეიძლება იმ დონემდეც კი მივიდეს, რომ ჩვენ გვინახავს ბავშვები, რომლებიც ოფისიდან გავარდნილან და ქუჩაში გაქცეულან, შეიძლება მან მანქანა დაჯახებოდა ამ ბავშვს, ხო? ანუ ეს უკვე სცდება იმ რაღაცა ბავშვის ნორმალურ ხვანცალს და ნორმალურ აქტიურობას, რაც ხშირად არის ბავშვებში. იგივე გულმავიწყობა, აი გულმავიწყობაზეც ვიტყვი, რომ ჩვენ ყველას დაგვიწყებია ლანჩი, გასაღები, დავალება, მაგრამ როდესაც უკვე ეს გულმავიწყობა იმდენად ხშირია და იმდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანს, რომ ბავშვობაშიც დაუშვათ მისი აკადემიური მოსწრება ქვეითდება, დიდობაში შეიძლება მას პრობლემები ჰქონდეს სამსახურში, პრობლემები ჰქონდეს სხვადასხვა სივრცეში, პრობლემები ჰქონდეს პირად ურთიერთობებში მისი გულმავიწყობის გამო, აქ უკვე შეიძლება შევიტანოთ ეჭვი იმაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც გულმავიწყობა ან ჰიპერაქტიურობა ნორმის ფარგლებში, ეს არის უკვე რაღაც აშლილობა. იცით, რაზე ჩაგეკითხებით თქვენ, რომ ახსენეთ, რომ ადრეც იყო აღწერილიო და პირველი, ვინც გამახსენდა, ტომ სოიერი იყო. ტომ სოიერს ADHD შეიძლება რომ ქონოდა თქვენი აზრით?
ალბათ უფრო ჰაკლბერი ფილმს. არა. კი, მე ვფიქრობ, რომ ტომ სოიერი შეიძლებოდა, მაგრამ იცით რა, ტომ სოიერი იმდენად კარგად გეგმავდა რაღაცებს და რაღაც საფეხურებით წინ ფიქრობდა, რომ შეიძლება მას არ ქონოდა აი ვინი პუხში რომ არის ვებხვი. აი მე ვფიქრობ, რომ ვინი პუხის ვებხვი, აი ეს რომ დახტუნაობს და არაფერი და არახსოვს და თავის სამყაროში, ეგ უფრო ვიტყოდი, რომ არის არის პერსონაჟი, ტიპიური. რომელიც ჩემთვის ასოცირდება ADHD-სთან. ანუ გამოდის ასე, რომ თუ ბავშვს ექმნება პრობლემა საბავშვო ბაღში, სკოლაში, გამოირჩევა თანატოლებისგან მისი აქტიურობით და აკადემიურ მოსწრებასაც ექნება საფრთხე, ეს არის ის სიგნალი, როდესაც ეჭვი უნდა მივიტანოთ ADHD-ზე. მე ამის წარმოთქმა მიჭირს, იმიტომ რომ გერმანიაში ჩვენ ვამბობთ ADHS და სულ ჩვენი ტვინი გარბის ამ ADHS-ზე. იყოს ADHS-ი. კი ბატონო, მაგრამ იცით რა მაინტერესებს, ეს უფრო ხილულია რაღაცნაირად და არსებობს კიდე მეორე მდგომარეობა, რომელსაც ჩემი პერსონალური ინტერესი მაქვს კიდე, იმიტომ რომ რატომაც გონია, რომ ჩემ შვილს ჭირს, ანუ ეს ყურადღების დეფიციტი, მაგრამ ჰიპერაქტიულები ასეთი ბავშვები არ არიან, ხო? კი, ადრე ეს ორი დიაგნოზი იყო გაყოფილი, იყო ADD და ADHD. ახლა ამას აღარ ყოფენ და უბრალოდ ამბობენ, რომ შეიძლება იყოს ADHD ჰიპერაქტიურობა გამოხატული, ყურადღების დეფიციტი გამოხატული, ან შერეული. აქვე გაგიმხელთ, რომ მე მჭირს ADHD, მე მჭირს შერეული ტიპის ADHD და ახლა შეიძლება ვიხვალო ამ ინტერვიუს განმავლობაში და ვერ მოვიცანო ერთ ადგილას. კი, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს ჰიპერაქტიურობა გამოხატული და უფრო ხშირია ეს ეგრეთ წოდებული ADD გოგონებში, ვიდრე ბიჭებში. ეს შეიძლება იყოს კულტურიდანაც და ასე ვთქვათ, სოციუმიდანაც გამომდინარეობდეს, იმიტომ რომ ისე ხდება, რომ გოგოები უფრო მეტად რაღაცა ქცევით გამოირჩევიან, რომ შეიძლება უფრო წყნარები იყვნენ, უფრო მეტად ცდილობდნენ, რომ მოერგონ რაღაც ჩარჩოებს და დაუშვათ მიყვნენ იმ წესებს, რაც კონკრეტულ დაწესებულებაში არის, დაუშვათ სკოლა იქნება თუ რაც იქნება, ბიჭები შეიძლება უფრო მეტად გამორჩეული იყვნენ, რომ ცოტა უფრო ურჩობდნენ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ თუ ADD-ია, უფრო მეტად არის, რომ ეს არის გოგო, რომელსაც აქვს ADD, ვიდრე ბიჭი. და სიმპტომები ყოველთვის ბავშვობაში იწყება, თუ გვაქვს შემთხვევები, როდესაც დასრულობაში იწყება სიმპტომები? ძალიან კარგი კითხვა. სიმპტომები ბავშვობაში უნდა იყოს, რომ ჩვენ დავსვათ დიაგნოზი. ახლა DSM-5-ის მიხედვით, რომელიც არის სადიაგნოსტიკო ხელსაწყო ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ სპეციალისტები, რომ დავსვათ ესა თუ ის დიაგნოზი, თქვენ მოგეხსენებათ, 12 წლამდე ასაკში უნდა იყოს ეს სიმპტომები გამოხატული და უნდა იყოს, თუ არ ვცდები, 6-ზე მეტი, იქ ჩამოთვლილია ბევრი სიმპტომი და 6-ზე მეტი მაინც უნდა იყოს გამოხატული. ჩვენ შეიძლება დიდობაში ვეღარც კი ვნახოთ ის სიმპტომები, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში, ასე ვთქვათ, შენიღბვას უკეთებს ამ ADHD-ს, სწავლობს საკომპენსაციო ტექნიკებს და მეთოდებს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემას და ცხოვრებაში მეტნაკლებად ფუნქციური იყოს და წარმატებულიც იყოს და ჩვენ რომ ვნახავთ ადამიანს, რომელიც არის 25, 30, 35 წლის, შეიძლება მისი სიმპტომები ასე არ ჩანდეს, იმიტომ რომ ის ამას ძალიან კარგად მალავს და ჩვენ უნდა შევეკითხოთ ბავშვობაში რა ხდებოდა და თუ არ ახსოვს ბავშვობაში რა ხდებოდა, შეიძლება დაგვჭირდეს რომ მოვიწვიოთ მისი მშობელი ან დედმამიშვილი ან ვინმე, ვინც იცნობდა მას ბავშვობაში, რომ ჩვენ რაღაცა წარმოდგენა გქონდეს რა ხდებოდა ამ ადამიანის ცხოვრებაში 12 წლამდე, რომ დავსვათ დიაგნოზი. გასაგები, ანუ 12 წლამდე უნდა დაისვას დიაგნოზი, იდეალურ შემთხვევაში არსებობს რაღაცა კონკრეტული ასაკი, უფრო ტიპიური, ანუ მაგალითად 6 წლამდე, 6-დან 8-მდე და გოგოებში და ბიჭებში თუ ეს ასაკი განსხვავებული, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გამოვლინება სიმპტომების. დიახ. იცით რა არის? ძირითადად არის ხოლმე 7-დან 9 წლამდე, როცა ამ დიაგნოზს სვამენ, უფრო ხშირად ამ ასაკში ისმევა, იმიტომ რომ ბავშვი უნდა წავიდეს სკოლაში, სადაც მას უკვე ექნება იმისი ვალდებულება, რომ უფრო მეტად ყურადღება გამოიჩინოს და დისციპლინა გამოიჩინოს და დაუშვათ ეს ჰიპერაქტიურობა ცოტა დაამენეჯოს. ნეიროტიპიური ბავშვი, რომელსაც ისედაც უნდა ხვანცალი და ისედაც არ უნდა მასწავლებელს მოусმინოს, ნელ-ნელა
ნელა უკვე სწავლობს, რომ პირველ კლასში უნდა დაჭდეს და მოусმინოს მასწავლებლებს. ხოლო ADHD-s მქონე ბავშვს ეს უჭირს. არ ვამბობ, რომ ის ვერ აკეთებს. მას უჭირს ეს და მასწავლებელი შეიძლება ამას გვეუბნებოდეს მერე, რომ აი გავიდა უკვე ის ადაპტაციის პირველი 2 კვირა, პირველი 2 თვე და ვერა ვერ მოერგო ეს ბავშვი აი ამ რაღაცა მდგომარეობას. ბაღში იმიტომ არის ძნელი ამის დასმა, თუ ძალიან გამოხატული არ არის. ბაღშიც დაუცვალთ დიაგნოზი ცხადია და პირიქით ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, მალე დაისმევა დიაგნოზი, უკეთესია, იმიტომ რომ მკურნალობას დაუწყებთ და მშობლებსაც ინფორმაციას მივაწვდით ამის შესახებ და იმ მშობლებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ აუცილებლად რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მაგრამ მოკლედ ადრეული დიაგნოსტიკა ცხადია, კარგია, მაგრამ აბა რატო არ ვსვავთ ასე ხშირად 5 წლის ბავშვებში დიაგნოზს? იმიტომ რომ ძალიან რთულია. 5 წლის ბავშვი არის ცელქი, 5 წლის ბავშვი არის ხვანცალა, 5 წლის ბავშვს ეფანტება გონება. ამიტომ ძალიან ძნელია რომ ასე გამოარჩიო. ახლა მაგალითად აი ერთი თვის წინ ვიყავი ADHD-s კონფერენციაზე, სადაც ნახეთ, რომ უამრავი სადიაგნოსტიკო ხელსაწყო ყალიბდება და ჩამოყალიბდა, რომელიც უფრო დახვეწილია, ვიდრე ეს ჩვენი კითხვარი და უფრო სხვადასხვა თამაშები იქნება, არის ვიდეო თამაში მაგალითად, რომელიც აფასებს ბავშვის ყურადღებას და სხვადასხვა მოკლედ ხელსაწყოებია, რომლებიც მე ვფიქრობ, რომ უფრო შესაძლებელს გახდის, რომ ობიექტურად ზომავს ალბათ კი. კი ბატონო, მაგრამ აი ეხა მე პირადად ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მეტწილად კითხვარებს ვეყრდნობი, ხო, ძალიან გამიჭირდება და ალბათ თავსაც შევიკავებდი, რომ 5 წლის ბავშვს დაუსვა ADHD-s დიაგნოზი, კიდევ ერთხელ ვძახი, თუ მისი სიმპტომები ისე გამოხატული არ არის, რომ აი უკვე აი აღარ გეპარებოდი და რა მინდა რომ განმარტოთ, ისე მომწონს ეს სიტყვა ნეიროტიპიური, რადგან ADHD-ი ჩემთვის, ანუ მიძნელდება ADHD-საც და აუტიზმსაც უწოდო ხოლმე დაავადება. ჩემთვის ეს არის რაღაცა, როგორც თქვენ თქვით, ნეიროგანვითარების დარღვევა თუ ტიპი რაღაცა სხვა ნეიროგანვითარების და ეს ნეიროტიპიური ბავშვი ძალიან მომწონს ეს მცნება და ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ნეიროტიპიური ბავშვი. ნეიროტიპიური და ნეიროატიპიური გვაქვს, ხო? ანუ ინგლისურად neurodivergent, ანუ სიტყვა divergent, რომელიც რაღაცა ნორმიდან ცდება. ნეიროტიპიური ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც არ აღენიშნება აი ეს ნეიროგანვითარებითი პრობლემები და ასე ვთქვათ, მისი განვითარება მიყვება იმ სტანდარტულ განვითარებას, რასაც ვხედავთ ძირითადად პედიატრიაში ბავშვებში, რომელსაც არ სჭირთ არაფერი. ხოლო აი ეს ნეიროატიპიური ბავშვი, თქვენ ძალიან კარგი აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ შეიძლება ეს დაავადებად ბევრს არც მიაჩნია და ამაზე მთელი ის არის მიმდინარეობა, რომ აი ADHD შეიძლება იყოს სუპერ ძალაც კი, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრ რაღაცაში ადამიანებს ძალიან გვეხმარება, ვისაც გვჭირს ADHD, ეს ჩვენი ატიპიური ტვინი, იმიტომ რომ უფრო მეტად კრეატივია, უფრო მეტად ეს ადაპტაციის უნარი, იმპროვიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რას ნიშნავს ნეიროატიპიური? ნეიროატიპიური ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვი სხვანაირად უყურებს დაუშვათ დროს. აი ხშირად ამბობთ ხოლმე time blindness, აი დროის მიმართ რაღაცა უგულებელყოფა დროის, ხო? ის სხვანაირად უყურებს რაღაცა დავალების შესრულების სტრუქტურას, ხო? აი დავალებას რო გაძლევენ, ამ დავალებას აქვს დასაწყისი, მიმდინარეობა და დასასრული, ხო? და სასურველია რომ რაღაცა წინასწარ წარმოსახვა გქონდეს, გეგმა გქონდეს, აი ამ დავალების ერთი A წერტილიდან B წერტილამდე მიყვანის, ხო? ეს ბავშვი ეს ასე ვერ ხედავს. მისთვის ესე არ არის, რომ A წერტილიდან B წერტილამდე უნდა მივიდეს და ეს არ არის. ის რაღაცეებს ივლის და შეიძლება ამ ტრაექტორიაზე ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები გააკეთოს, საბოლოოდ შეიძლება მივიდეს B წერტილამდე, შეიძლება საერთოდ არ მივიდეს, მაგრამ ის არის განსხვავებული. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრ ქვეყანაში ADHD არის როგორც disability, ანუ ინვალიდობას კი, ჩვენთანაც გერმანიაში. გერმანიაშიც, კანადაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ეხა საყვარლად და ისე ვთქვათ, ხო? როგორც დედა, რომლის შვილსაც აქვს ADHD-s ნიშნები, როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს ADHD და როგორც სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ADHD-s მქონე ადამიანებთან, გეტყვით, რომ აქ საყვარელი და რომანტიული ბევრი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის მძიმე, რომ მართო ყოველ დღე. ამას მართავ ყოველ დღე, დილიდან დაწყებული დაღამებამდე ყველა
საქმეს კბილის გახეხვიდან დაწყებული ღამე სახის რუტინით დამთავრებული ყველაფერს სჭირდება ცოტათი მეტი ან ბევრად მეტი გააჩნია რამდენად მძიმეა ADHD და რამდენად ასე ვთქვათ ათვისებული გაქვს ეს უნარები იმაზე მეტი ენერგია ვიდრე ნეიროტიპიური ადამიანს სჭირდება. ნეიროტიპიური ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დილით უნდა კბილები გაიხეხოს, წავა და გაიხეხავს და ამით მთავრდება ეს მთლიანი დავალება. ნეიროატიპიური ბავშვი ასე არ ფიქრობს. იცით, იმდენად საინტერესოდ საუბრობთ, რომ აქვე მინდა უკვე პირობა ჩამოგართვათ, რომ ჩავწეროთ კიდევ ერთი გადაცემა უკვე პაციენტის კუთხით, ანუ იმ ადამიანის გამოწვევებს. და რაც უფრო მეც გისმენთ, მით უფრო ვწმუნდები, რომ ჩემ შვილსაც აქვს ADD, ჰიპერაქტიულობის გარეშე და მართლა ძალიან დიდი გამოწვევაა ამაში დაგეთანხმებით და არაფერი არ არის ამაში რომანტიული, ნამდვილად ყველა იმ გადალახული სირთულის შემდეგ. იცით რა მინდა გკითხოთ, ანუ თქვათ და საქართველოში შეამჩნია დედამ, თუნდაც ამ ჩვენი გადაცემის მერე რაღაცნაირად მიხვდა, რომ ხო, აი თურმე მასწავლებელი რომ მიბარებს ყოველ კვირა და მეუბნება, რომ ბავშვი არ ჩერდება, ბავშვი არ მისმენს და ვერ მომყვება გაკვეთილზე, ხომ არ აქვს ADHD. როგორ უნდა მოიქცეს ჩვეულებრივი დედა, რომელიც აი ახლა უსმენს ამ გადაცემას? კი ბატონო. ანუ, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ვის შეუძლია ADHD-ის დიაგნოზის დასმა. კი ბატონო. მე ზოგადად რეკომენდაციას ვუწევ, რომ ნებისმიერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა თუ გვაქვს, პირველი უნდა მივიდეთ ფსიქიატრთან. იმიტომ რომ იერარქიულად ფსიქიატრი განათლებით გამოცდილებით არის ყველაზე მაღლა მდგომი აი ამ ჩვენ სპეციალისტების იერარქიაში, იმიტომ რომ მას აქვს სამედიცინო განათლება, მას შეუძლია დანიშნოს წამალი, რომელიც კი დღეს საქართველოში წამალი არ არსებობს ADHD-ისთვის, უბრალოდ რაღაცები არის, მაგრამ რაც ასე ვთქვათ, პირველი წამალია ის არ არის ლეგალური სამწუხაროდ, მაგრამ მაგას დავანებოთ თავი, ფსიქიატრი გვჭირდება, იმიტომ რომ თუ მოხერხდა და დავუშვათ წამალი საზღვარგარეთიდან შემოვიტანეთ, ან თუ გახდა ჩვენ ქვეყანაში ლეგალური ეს წამალი, მაინც გვჭირდება რომ იყოს ფსიქიატრი ჩართული. ფსიქიატრის გარდა ვის შეუძლია დასვას დიაგნოზი? დიაგნოზი შეუძლია დასვას ნეიროფსიქოლოგს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და ასევე შეუძლია დასვას კლინიკურ ფსიქოთერაპევტს. მე მაგალითად ამ შემთხვევაში. ანუ ისევე იერარქიულად რომ მივყვეთ, მე გამოვდივარ ქვემოთ, იმიტომ რომ არის ფსიქიატრი, არის ნეიროფსიქოლოგი, რომელიც აი მეტწილად აი ამ სადიაგნოსტიკო თემებშია და უფრო მეტი ინსტრუმენტები აქვს და უფრო კარგია მე თუ მკითხავთ და მერე მოვდივართ ჩვენ ფსიქოთერაპევტები. ჩვენ შეგვიძლია ცხადია მორალურადაც და ლეგალურადაც და განათლებითაც შეგვიძლია ამის დიაგნოზის დასმა, უბრალოდ მე მაინც ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ ჯერ წავიდეთ იმათთან ვინც უფრო მეტად არიან ამაში კვალიფიცირებული. ამიტომ ქართველ მშობელს ვეტყოდი, რომ თუ მიაჩნიათ, რომ მათ შვილს აქვს მის შვილს აქვს ADHD, მოძებნოს ფსიქიატრი, რომელმაც იცის ADHD-ის დიაგნოსტიკა და აქ არის ეგ მნიშვნელოვანი, ან ნეიროფსიქოლოგი, რომელმაც იცის ADHD-ის დიაგნოსტიკა, ან სხვა მენტალური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტი, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და განათლება აქვს და ეს გადაამოწმონ აუცილებლად ამ მიმართულებით. მე აი რას უნდა მოელოდნენ იქ, ხო? ანუ დიაგნოსტიკა თან ხაზი გავუსვათ, აი როგორც წეგან ახსენეთ, თქვენ თვითონ ღიად, როგორც ასევე ამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა და ასევე დედამ ჩემი არ იყოს და ანუ რეალურად ხო საქართველოში ეს დედისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ბავშვი ფსიქიატრთან მიიყვანოს. ანუ ვერ არ მგონია, რომ რომელიმე დედა, თქვათ ესე თუნდაც რომ შეატყოს ბავშვს რაღაცა გადახრა, ადგეს და ფსიქიატრთან წაიყვანოს დედა. ამ შემთხვევაში, როგორც გავიგე, ნეიროფსიქოლოგიც ასე თუ ისე გამოსავალია, როგორც ჩუალედური ვარიანტი, ხო? და თუ არის ვისარგებლებ, შემთხვევით ვისარგებლებ და ვიტყვით, ვინც ამ გადაცემას უსმენს, რომ ფსიქიატრი არის ჩვეულებრივად ექიმი და მაგალითად, თუ მივდივართ ჩვენ გინეკოლოგთან, არ ნიშნავს, რომ იქიდან გამოვალთ რაღაც საშინელი დიაგნოზით. გინეკოლოგი შეიძლება იყოს უბრალოდ პროფილაქტიკისთვის და სასარგებლო, რომ გინეკოლოგთან ქალბატონები დადიოდნენ წელიწადში ერთხელ მაინც, ხო? იგივენაირად, თუ ბავშვს აქვს რაიმე გამოწვევა, ან უფროსს აქვს რაიმე გამოწვევა, აი მაგალითად, მშობლები განქორწინდნენ.
ეგ არის გამოწვევა და შეიძლება ამისთვის პროფილაქტიკისთვის საჭირო იყოს, რომ მივიდეთ ფსიქიატრთან და ბავშვთა ფსიქიატრთან და გავესაუბროთ მაინც იმაზე, რომ აი ახლა ჩვენ ოჯახში მოხდა ასეთი ცვლილება და რა რჩევას მოგცემდი, ან ხო არ შეაფასებდი ამ ბავშვს, როგორ აღიქვამს ამ განქორწინებას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ განქორწინება არ არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. ბავშვი თუ შეესწრება მშობლების განქორწინებას, ეს არ ნიშნავს, რომ მას სჭირს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, არის ფსიქიკურად აშლილი და გამოვიყენოთ ცუდი სიტყვა გიჟი, ხო? ანუ ფსიქიატრი არ არის გიჟების ექიმი. ეს მინდა რომ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვთქვა, რომ არა მარტო ბავშვებთან, უფროსებთანაც, ჩემ მეგობრებისთვისაც მithქვამს, რომ აი, მოდი ამ პრობლემაზე მიდი ფსიქიატრთან და უთქვამთ, ასე რთულად მაქვს საქმე? კაცო, ვერ ვიცი როგორ რთულად გაქვს საქმე. უნდა მიხვიდე, ამიტომ სპეციალისტთან და ის შეგაფასებს, იმიტომ რომ შეიძლება გამოგიშვას და გითხრას, რომ არაფერი არ გჭირს და წადი და ივარჯიშე კვირაში 3 ჯერ და გიშველის ეგ და მაგით დამთავრდეს ფსიქიატრთან ვიზიტი. ამიტომ არ შეგეშინდეთ, მაყურებელს მივმართავ, არ შეგეშინდეთ ფსიქიატრთან მისვლის. ფსიქიატრი არის ყველაზე კვალიფიციური ამ შემთხვევაში, რომ თქვენ შვილს დაუსვას სწორი დიაგნოზი და შემდგომ სწორი კურნალობა. მაგრამ კი ბატონო, თუ მაინც ასე ძალიან გვეშინია ფსიქიატრის, შეგვიძლია მივიდეთ ნეიროფსიქოლოგთან. უბრალოდ თუ სჭირს თქვენ შვილს ADHD, ორივე ერთ და იგივე რაღაცას გეტყვის. გასაგებია, მაგრამ ეს მართლაც დიდი პრობლემაა, მარტო საქართველოს კი არა, გერმანიაშიც ძალიან დიდი პრობლემაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და თუნდაც ADHS ეჭვი ხდება ჯერ ნევროლოგთან, რომ ოღონდ არ მოხვდნენ ფსიქიატრთან და ამაზე არის სულ ჩხუბი და გადამისამართება და მოკლედ ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. თქვენ გინდოდათ გესაუბრათ რა ელოდებათ მათ მერე სადიაგნოსტიკო ცენტრებში, ხო? კი ბატონო. ანუ როგორც თქვი, ახლა დღესდღეობით 2025 წელს გვაქვს ბევრი სადიაგნოსტიკო საშუალება, მაგრამ ყველაფერი ეს არ არის საქართველოში. ერთი, იმიტომ რომ ბიუჯეტური არ არის, რომ ჩამოვიტანოთ რაღაცა ვიდეო მოწყობილობები და მოვაწყოთ ეს ADHD სადიაგნოსტიკო ცენტრი, მოვაწყობ იმ ცენტრს, მაგრამ მშობლისთვის იქნება ძალიან ძვირი შემდგომ ასეთი ტიპის დიაგნოსტიკა, როცა არ არის მაინც და მაინც საჭირო. ჩვენ სხვა მეთოდებითაც შეგვიძლია დავსვათ დიაგნოზი, რომელიც არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდები, უამრავი კვლევა გაიარა ამ მეთოდებმა და მივხვდით, რომ აი ესეთი იაფიანი, მარტივი მეთოდებითაც შეიძლება დავსვათ ეს დიაგნოზი. ეს მარტივი მეთოდები არის რა? არის კითხვარი. ხშირ შემთხვევაში ეს კითხვარი ეძლევა მშობელს და მასწავლებელს, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი კითხვარი არის ვანდერბილტის კითხვარი, რომელიც ჩვენ გადავთარგმნეთ და ახლა ძალიან მალე იქნება უფასოდ ანუ ხელმისაწვდომი იქნება ყველა სპეციალისტისთვის, ჩვენ დარგში მუშაობენ სპეციალისტებისთვის და შეუძლიათ რომ გამოიყენონ, ეს არის ინსტრუმენტის თარგმნის ყველა საჭირო საფეხური აქვს გავლილი გარდა ვალიდაციის კვლევისა, რომელიც შემდეგი ეტაპია და ამასაც გავაკეთებთ, ანუ ეს არ არის უბრალოდ ნათარგმნი და Google Translate-ით გაკეთებული ინსტრუმენტი, ნამდვილად ოფიციალურად ამ ინსტრუმენტის ავტორის ნებართვით გავაკეთეთ ეს. რატო უსმევ ახლა ამას ხას და ესე რატო ჩავახუჭირი ამ ინსტრუმენტის ავკარგიანობა? იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ზოგი ადამიანი, ზოგი სპეციალისტი რაღაცა უსტარულად თარგმნის ინსტრუმენტს, რომელიც არ არის მიღებული პრაქტიკა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებზე და აი ამ უსტარული ნათარგმნი ინსტრუმენტით მერე სვამს დიაგნოზს. ბევრი სხვადასხვა სპეციალისტი სხვადასხვა ხელსაწყოებს იყენებს, ამიტომ ახსენე, რომ შეიძლება კი ვიღაცამ ჩამოიტანოს რაღაცა ვიდეო თამაში და იმით დასვას დიაგნოზი და ის იყოს ძალიან ძვირი სიამოვნება დაუშვათ. შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს ვანდერბილტის კითხვარი, ვიღაცამ გამოიყენოს სხვა კითხვარი, ვიღაცამ მხოლოდ DSM-5. ამიტომ სამწუხაროდ მშობელს ვერ შეხვდება დღეს საქართველოში ასეთი ერთგვაროვანი სადიაგნოსტიკო პროტოკოლი. იმიტომ რომ ასეთი რამე სახელმწიფოს არ აქვს. ეს ამას ვერ გადაწყვეტს ანა მახარაშვილი და ნატო და სხვა ადამიანები, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს პროტოკოლი, როგორ ისმევა დიაგნოზი. სამწუხაროდ ამ მშობელს მოუწევს, რომ თვითონ გააკეთოს, მოიკულიოს, ვინ რა იცის ამ სფეროში, ვინ სად მიიღო განათლება, ვინ რა ინსტრუმენტს იყენებს, თვითონვე უნდა მოიძიოს მერე რომელ ამ ინსტრუმენტს ენდობა და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ინტერნეტის საშუალება და შეუძლია რომ მოიძიოს ესა თუ ის ინსტრუმენტი მაგალითად აი რა ვალიდაცია აქვს გავლილი, რამდენად ზუსტია, რამდენად ნატიფია და ასე შემდეგ და ასე
მივიდეს კონკრეტულ სპეციალისტთან. იმ კონკრეტულ სპეციალისტთან სავარაუდოდ 90% დახვდება ხანგრძლივი ინტერვიუ. ეს ინტერვიუ იქნება კითხვარი, მშობლის კითხვარი, შეიძლება გაატანონ სახლში კითხვარი და მასწავლებელმა შეავსოს ეს კითხვარი, ბევრ კითხვას დაუსვამენ მის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე, მშობლებს გაესაუბრებიან და აი ასეთი მოკლედ ინტერვიუს მერე დაწერს ეს სპეციალისტი დასკვნას და ეს იქნება კიდევ ერთხელ ვძახი ADHD დაუშვათ ყურადღების დეფიციტით მხოლოდ ჰიპერაქტიურობით ან კომბინირებული. ერთსაც დავამატებდი, რომ ზოგადად მიღებულია, რომ ბავშვი შეფასდეს ორ გარემოში. ამიტომ არის კიდევ ეს სადიაგნოსტიკო წელი 7-დან 9-მდე, რომ ყველაზე ხშირი თორე ისე როცა გინდათ მაშინ დასვით ეს დიაგნოზი, მაგრამ უკვე რომ სკოლა აქვს დაწყებული, როგორც ვისაუბრეთ, ადაპტაციის პერიოდი წესით უკვე უნდა დამთავრებული ჰქონდეს და თუ რა ეს სიმპტომები აქვს, ამ პერიოდში უეჭველი უნდა გამოჩნდეს 7-დან 9 წლამდე გამოჩნდება ამ ბავშვის სიმპტომი და უნდა გამოჩნდეს ორ გარემოში, მაგალითად აი სახლი და სკოლა, სკოლა და ეკლესია, სახლი და რაღაცა წრე, ჭადრაკზე დადის და სახლშიც და ჭადრაკის მასწავლებელიც იგივე სიძახის, რასაც სახლში მშობელი ხედავს და ნუ მოკლედ აი ასე. და დავაგრძელებ მერე რას იზავს ეს მშობელი? კაი, დავუშვათ, მოიძია, აი გადასარევი სპეციალისტები მოიძია, წაიყვანა, დაესვა ამ ბავშვს ეს დიაგნოზი და ნამდვილად იცის, რომ აი ვალიდაცია გავლილი, კარგი ინსტრუმენტებით დაესვა ამ ბავშვს დიაგნოზი. მერე რა ხდება და განისაზღვრება ბავშვის აი ეს ADHD სიმძიმე. თუ არის ძალიან მძიმე ან საშუალოდ მძიმე, მაგ შემთხვევაში სამწუხაროდ საჭიროა წამალი, რომელიც საქართველოში არ იშოვება. წამლები გვაქვს სტიმულანტები და არასტიმულანტები. არასტიმულანტები არის საქართველოში, გვანფაზინი, სტრატერა რაღაცები არის, მაგრამ ეს იმდენად დიდ შედეგს არ გვაძლევს, როგორც ის სტიმულანტები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიღებულია და უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ძალიან კარგ შედეგს დებს. და რატომ არ არის საქართველოს შეგიძლიათ მითხრა? რატომ არ არის? იმიტომ რომ ამ წამლებში შედის ნივთიერება ამფეტამინი ან ამფეტამინის სხვადასხვა რაღაც დერივატივი და ამფეტამინი მოგეხსენებათ ასევე შედის კლუბურ ნარკოტიკებში ხშირ შემთხვევაში და აი ამაზე არის მთელი თემა, რომ ანუ არ გამოიყენონ არამიზნობრივად ადამიანებმა ეს წამლები, რაც არის ლოგიკას მოკლებული, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში არ უნდა გქონდეს არც ერთი ფსიქოტროპული წამალი. ბენზოდიაზეპამი, რა ვიცი, შიზოფრენიისთვის საჭირო წამლები, ლითიუმი, რა ვიცი, 1000 საერთოდ ფსიქოტროპული წამალი მაშინ არ უნდა შემოიტანო ქვეყანაში, იმიტომ რომ კი, ამას სჭირდება რეგულაცია, ამას სჭირდება ანუ prescription-ი როგორ ქვია, გამოწერა სპეციალურ გამოწერა სჭირდება და რეცეპტი სჭირდება და მერე დაკვირვება სჭირდება და კი, ფსიქოტროპულ წამლებზე შეუძლია ადამიანმა ანუ მოიხმაროს ისე რომ დავუშვათ ნარკოტიკული საშუალებასავით გამოიყენოს. ამიტომ ეს ძალიან აზრს მოკლებულია, რატო არ არის ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ იმ მშობლის გზას, რომელიც უნდა გაიაროს ამ მის ბავშვთან ერთად, მოკლედ, არ არის ეს სტიმულანტები, მაშინ რა უნდა გააკეთოს? მაშინ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, დატესტონ ის არასტიმულანტი წამლები, რომლებიც ანუ განა არ მუშაობს ეს არასტიმულანტები, უბრალოდ იგივე შედეგს არ გვაძლევს რა. სტიმულანტი თუ მოგცემდა რაღაც 50%-ით გაუმჯობესებას, არასტიმულანტმა შეიძლება მოგცეს 15%-ით გაუმჯობესება ან 20%-ით. ნუ ახლა ეს ძალიან ისე ზერელად ვიძახი ამ რიცხვებს. და შემდეგი საფეხური რა არის წამლის გვერდზე? არის ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით აი კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, ის CBT-ს რასაც ეძახიან, ესეც უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან კარგად მუშაობს ADHD-ის მქონე ბავშვებშიც და უფროსებშიც და აი ეს იქნება მათი, ასე ვთქვათ, გამოსავალი და აუცილებლად ჩავაკვეხებ, რომ მშობელმა უნდა მიიღოს დიდი განათლება, არაფორმალურ განათლებას გულისხმობ ამ პრობლემაზე, ბევრი უნდა წაიკითხოს, ბევრ ვიდეოებს უნდა უყუროს, როგორც მაგალითად აი თქვენ გადაცემას და თვითონ უნდა ისწავლოს, როგორ მოერგოს აი ამ ბავშვს. ძალიან დიდი ძალისხმევა არის ნამდვილად. იცით რა მიზრას მინდა ხაზი გაუსვათ, რომ ასეთ არატიპიური ბავშვის შობლებს, რომელიც მეც ვარ, ძალიან დიდი ხანი და ხშირად ტანჯავთ გრძნობა, რომ ეს მათი ბრალია. მოდი გითხარით, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ არ ყავს ნეიროტიპიური ბავშვები. არაფერი არ გავიკეთებია არასწორად.
არა, იცით რა არის, მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას გულწრფელად, რომ რაღაცა პერინატალური, ანუ ორსულობის დროს ქალის რაღაცა ქცევა იყოს პირდაპირ კავშირში ADHD-ს ან ქონაზე, ან გამოვლინებაზე. მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას. ADHD არის გენეტიკური პრობლემა. ოღონდ ამაზეც მინდა უთხრა მაყურებელს ასეთი რაღაცა. გენეტიკური პრობლემები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ აი დედას თუ სჭირს და მამას თუ სჭირს, შვილსაც ექნება ეს პრობლემა. თუმცა ხშირია, თუ მშობელს სჭირს, რომ ბავშვსაც სჭირდეს, ხშირია, მაგრამ რის თქმა მინდა, იცით, ეს არ არის ესეთი ტიპიური რეცესიული გადაცემა. გენეტიკური პრობლემა ნიშნავს იმას, რომ სადღაც ტვინში, რაღაცა რეგიონებში, რაღაცა კონკრეტული დნმ-ის კონკრეტული ნაწილი არის სხვანაირი. ამის გამო გვაქვს ეს ADHD. შესაბამისად, მშობელი ვერაფერს ვერ იზავდა განსხვავებულად, თუ ამ ბავშვს ისედაც აქვს ეს გენეტიკური პრობლემა, ისედაც აქვს ეს გენეტიკური პრობლემა, მაგრამ მშობელი რას იზამს არის, რაზეც კვლევა გავაკეთეთ შარშან, ანუ მშობლის აღზრდის მეთოდი რა ზეგავლენას ახდენს ADHD-ს გამოვლინებაზე, სიმპტომების სიხშირესა და სიმძიმეზე. და აქ უკვე ვხედავთ ნამდვილად კავშირს დაუშვათ, იცით როგორ აღზრდის მეთოდების როგორ ელემენტებთან იცით, აი ყვირილი და დასჯა, განსაკუთრებით ფიზიკური დასჯა, აი ბავშვის ცემა, ბავშვის დაკნინება, ყვირილი, შეურაცხყოფა, ასეთი ტიპის აღზრდა გვაძლევს ბევრად უფრო ცუდ გამოვლინებას ADHD-ში და ცოტა უფრო მეტად აი positive parenting-ს რასაც ეძახიან, ხო, რომ აი მეტად უბიძგოთ ბავშვს, რომ კარგი დაჯილდოებაზე აგებული. კი ბატონო, კი და ანუ ახალისებაზე უბრალოდ. ახალისებაზე აგებული მიდგომები, მშვიდ გარემოში ყოფნა ამ ბავშვის, ხო, სტრუქტურა, სხვათა შორის, აქვე მინდა ვთქვა, ისიც ნახეს, რომ აი ბავშვები, რომლებიც ძალიან კაცრად იზრდებიან და ძალიან ისეთი დისციპლინით, ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ აქვს დისციპლინა და რასაც უნდა დაკეთებენ და შუაში ბავშვები, რომლებსაც აქვს მკაფიოდ გაწერილი დისციპლინა, რომელიც მათ განვითარებას შესაბამება. ანუ ეხლა მე 3 წლის ბავშვი და 10 წლის ბავშვი ერთი და იგივე დისციპლინას ვერ მოვთხოვ, ხო? ამიტომ ბავშვისთვის შესაფერი დისციპლინა არის სასარგებლო, მშვიდ გარემოში ყოფნა, მე მგონი ყველასთვის სასარგებლოა, ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც და მენტალური ჯანმრთელობით, მე მგონი ყველა პრობლემას შველის დადებითი მიდგომები, მშვიდი გარემო, სწორი კვება, ჯანსაღი, აქტიური ცხოვრება, ძილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რატომ მოვყევი ესენი? ნახეთ, მშობელი ვერ განსაზღვრავდა ბავშვს დაემართება თუ არ დაემართება ADHD, ამაზე არავინ საკუთარი თავი არ დაადანაშაულოს. მაგრამ მშობელს შეუძლია შეცვალოს ეს ბავშვი რას იზავს მე ამ ADHD-სთან ერთად. ძალიან შეუძლია რომ ეგ შეცვალოს, ოღონდ მანდაც მშობელი არ არის ყოვლის შემძლე. ამასაც მინდა გაუსვა ხაზი. თუ ბავშვს აქვს ძალიან მძიმე ADHD და ის იზრდება ისეთ ქვეყანაში, სადაც სტიმულანტი არ არის, ძალიან ცუდია რომ ჩვენ ასეთი ფორმულირება მივცეთ ეხლა მაგას რომ ამ მშობელმა როზე მეტად მოეფეროს ამ ბავშვს, ხო, ეს აულაგდება. ეს ძალიან ისეთია საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ეს რო ვთქვათ, მე ის მშობელი ძალიან დაიდანაშაულებს თავს, ხო, რომ რატო ამაში მე ვერ ვაკეთებ რაღაცას კაცს. ეს არის უბრალოდ ხელშეწყობა, რომელიც მედიკამენტის გვერდით შეგვიძლია გავაკეთოთ. იცით რა მაინტერესებს კიდე ერთი რაზე მინდა ჩაგეკითხოთ. საქართველოს სამწუხაროდ ხანდახან ჩემს სფეროში ნევროლოგიაში მიდრეკილია ძალიან გადაჭარბებული კვლევებისკენ, არასაჭირო კვლევებისკენ. რეალურად თუ თქვათ ჩვენ გვაქვს ტიპიური ADHD თავისი ანამნეზით, გასინჯვით, კითხვარებით, საჭიროა რაიმე ორგანული კვლევა, იგივე EEG, ელექტროენცეფალოგრამა, იგივე MRI კვლევა, სისხლის ანალიზები, თუ საჭირო რეალურად ეს ყველაფერი არ არის. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ყველა მშობელს ალბათ გვაქვს ხო ეგ სურვილი, რომ აი მართლა ეგ არის თუ არ არის ეგ, ხო რაღაცა იქნება და ეგ არ იყოს. ისე აქვე ვიტყვი, იქნება და ეგ არ იყოს, მე უფრო მომიშლი და ნერვებს ჩემ შულზე, იმიტომ რომ რო ვიცი რომ ეს არის, უფრო მშვიდად ვდგები, რომ აი ნახე, თვითონ კი არ იქცევა ძალიან ცუდად. აი ეს პრობლემა აქვს და ეხლა რაღაცნაირად უნდა მივეხმარო ამ ბავშვს, რომ კარგად მოიქცეს. ვიდრე ის, რომ ვიცოდი რომ არაფერი არ შეერს ამ ბავშვს და აი ვერაფერ ვაკეთებინებ იმას, რომ ოთახი დაალაგოს დაუშვათ, ხო? ამიტომ ეგ ჩემი კონკრეტული ის არის ბევრ შემთხვევაში და ბევრ პაციენტსაც უთქვამს ჩემთვის რომ აი იცით რა შემჭირდებაო ეს ADHD-ის დიაგნოზიო რომ ასეთ ცუდი თვითშეფასება არ მქონდესო და ასე არ მჯეროდესო რომ აი მე ვარ უპასუხისმგებლო მე ვერ
ხო, მე ვერ გავაკეთე, მშობელმა ვერ გაზარდა და თვითონ პაციენტი, ვისაც ჭირს უკვე ADHD, რომ მე არ ყოფილვარ ესეთი ზარმაცი და უპასუხისმგებლო, მაგრამ ეს ლირიული გადახვევა. სისხლში ვერაფერს ვერ ვნახავთ. მე არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, რომ რამე მარკერია ADHD-ზე. MRI-ზე იყო კვლევები, Yale-მა გააკეთა სხვა შორის კვლევა, რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა, რომ MRI-ში არის ცვლილებები, განსაკუთრებით ტვინის იმ რეგიონებში, რომელიც ზუსტადაც რომ მიმართულია აი ამ ესეთი, რა ქვია, აი working memory, რასაც ქვია, ხო, აი რომელსაც ვიყენებთ ამ წუთას, რომ მე რამე საქმე გავაკეთე. მეხსიერება, სამუშაო მეხსიერება. კი, სამუშაო მეხსიერება, ალბათ ესე მოითარგმნება. სამუშაო მეხსიერება, აი ეს კონცენტრაციის უნარი, ეს რეგიონები, პრეფრონტალური კორტექსი, ესენი აქ შეცვლილია რაღაცები და ამიგდალაც კი, რომელიც უფრო ემოციურ კომპონენტს განსაზღვრავს ადამიანის, ამ ადამიანებში ADHD-ის მქონე ადამიანებში ესეთი შეცვლილია და ფუნქციურ MRT-ზე ინახა ეჭვი მაქვს და არა ჩვეულებრივ MRT-ზე, ხო? ალბათ უფრო ფუნქციურ MRT-ზეა შესაძლებელი და ფუნქციურზე იყო, ხო? ან ალბათ შეიძლება რაღაცა ეს ცვლილება ინახოს. ჩანდა ასე ფიზიკურად ჩანდა და ეს თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთ და ორ ადამიანზე არ გააკეთეს უამრავ ადამიანზე, ვისაც სჭირს ADHD და ვინც არის ნეიროტიპიური და დაინახეს მოკლედ ეს ცვლილებები. მაგრამ ნახეთ, ჯერ არ არისო ეს იმისი სადიაგნოსტიკო პროტოკოლის ნაწილი. ანუ რუტინულად არის საჭირო. ამას რუტინულად არავინ არ გაგიკეთებს, თუ ვიღაცას დაუშვათ აქვს ზედმეტი ფული და უნდა რომ წავიდეს და კონკრეტულად მოითხოვოს, რომ მასზე ჩაატარონ ეს ძალიან ძვირადღირებული კვლევა, ალბათ არ ვიცი, კონკრეტული კლინიკა თუ დათანხმდება, მაგრამ მე ვიცი, რომ ასე არ თვლით საჭირო და ეს მაინტერესებდა. ანუ მე კი არა, პროტოკოლით არ არის. პროტოკოლით არ არის მიღებული ორგანული კვლევა. გეტყვით რატო, იცით რატო არ არის ჯერჯერობით ეს მიღებული, იმიტომ რომ ეგ არ არის ჯერჯერობით ისე ზუსტი, როგორც აი რაღაცა სხვა შემთხვევაში მე იდეაში უფრო იცით რა მაინტერესებდა, ანუ ჩვენ ესე ვართ ნევროლოგები ცოტა მიჩვეული, რომ გამოვრიცხოთ სხვა რამე. ანუ ჩემთვის მაგალითად შეკითხვა იქნებოდა ასეთი, რომ ხომ არ არის საჭირო გავაკეთოთ თქვა სისხლის ანალიზი, რომ გამოვრიცხოთ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი ფუნქციონირება. აი უფრო ამ კუთხით. MRI მეც ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი, მაგრამ სისხლის ანალიზიც არ გაქვთ, ასე ვთქვათ, არ დევს პროტოკოლში. არა, პროტოკოლში არ დევს სისხლის ანალიზი, მაგრამ აქვე ვიტყვი ამას, რომ აი, ნახეთ, გამორიცხვის მეთოდი უმნიშვნელოვანესია ADHD-ის დიაგნოსტიკის დროს, იმიტომ რომ ADHD-ის სიმპტომები შეიძლება გავდეს PTSD-ის, განსაკუთრებით ბავშვებში. ბავშვი თუ შეესწრო რაღაც საშინელ ტრამვას ან თვითონ არის ტრამვის მსხვერპლი, ის გაფანტულია შეიძლება მან ქცევით გამოხატოს ეს თავისი პროტესტი და დარდი და ჰიპერაქტიული იყოს და 1000 რამ შეიძლება სჭირდეს ამ ბავშვს, რომელმაც ტრამვა განიცადა და რომელიც სულაც არ არის ADHD. ამიტომ უნდა კარგად შევეკითხოთ ბევრი რამე. ასევე მაგალითად შფოთვას, ხო, ასევე შფოთვის დროს შეიძლება ხშირ შემთხვევაში მაგალითად შფოთვა და დეპრესია შეიძლება ძალიან გავდეს ADHD-ს, ხო? ეხლა რატომ თქვი ეს? აი ზუსტად მაგიტო ვიცახი, რომ ფსიქიატრი, რომელიც არის ექიმი, ცოდნი და დაუბრუნდით ისევ ფსიქიატრს. უბრუნდებით ფსიქიატრს, ხო? ფსიქიატრმა რო გახდა ფსიქიატრი, მან მედიცინა ისწავლა ყველაფერი, ხო? მათ შორის ენდოკრინოლოგიაც ისწავლა, ფარისებრიც ისწავლა. ეხლა მივხვდი, რატომ ფსიქიატრი და არა ნეიროფსიქოლოგი. კი ბატონო. შესაბამისად, ანუ ნახეთ როგორი რაღაცა, ეხლა ჩვენ ვიცით, მეც სამედიცინო განათლება მაქვს, ხო, შესაბამისად ვიცი, რომ იმ ფარისებრის პრობლემას მარტო ჰიპერაქტიურობა კი არა. იმას აქვს ხასიათის ცვლილება უფრო სხვანაირად გამოხატული, შეიძლება იყოს სიცივის მიმართ მგრძნობელობა, ან პირიქით წონაში მატება იყოს, რაღაცა უნდა იყოს, ხო, რომ იგვითითოს, რომ ენდოკრინული პრობლემაა. ბავშვი ჯერ ესეთი ისედაც უნდა დადიოდეს წელიწადში ერთხელ და უფრო პატარა ბავშვი, პედიატრთან კი ბატონო. დადის პედიატრთან უფრო ხშირად, მაგრამ მოკლედ წელიწადში ერთხელ ბავშვიც და ზრდასრული ადამიანიც უნდა მიდიოდეს რეგულარულ შემოწმებაზე, ხო, აი ჩეკაპს რასაც ეძახიან, გეგმიურ შემოწმებაზე. ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანის ზოგადად სამედიცინო გუნდი ისეთი კვალიფიციური და ისე მუშაობს, რომ მის ოჯახის ექიმს არ გაეპარებოდა ამ ადამიანს თუ სჭირს ამ ფარისებრის პრობლემა, ან რა ვიცი, დ-ვიტამინის ნაკლებობა, ან რაღაცა სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება მერე მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებს გასახოს. ხო, ამიტომ
კი, თქვენ სწორედ დასვით ეგ კითხვა, რომ შეიძლება დავუშვათ ვიღაცას რაღაც ფარისებრის პრობლემა ქონდეს და ამის გამო ჰიპერაქტიული იყოს, მაგრამ ანუ ასე არ არის გაწერილი და ფარისებრის პრობლემები ADHD სიმპტომებს ეგრე ძალიან არ გავს. ADHD სიმპტომები იმდენად კონკრეტული და სპეციფიურია, აი ყველაზე მეტად მე ჭვება ხოლმე რომ აი PTSD არ იყოს და აი თუ PTSD-ს გამოვრიცხა, უფრო მეტად მივდივარ ხოლმე მე ADHD-სკენ. დიდი მადლობა და ძალიან მინდა რომ კიდევ სხვა დარღვევებზეც ვისაუბროთ განსაკუთრებით აუტიზმის სფეროზე თუ ამაზე დამთანხმდებით რამოდენიმე კვირის შემდეგ დიდად მადლობთ აუტიზმის სფეროზე მე გავუწევ რეკომენდაციას ADHD Georgia's თანადამფუძნებელ სალომე გაბაძეს. აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელი და ის ბევრად მეც მოგიყვებათ აუტიზმზე, თუმცა მე შემიძლია იქ თქვენ როგორც თქვით, სხვა პრობლემებსაც მოვიდი ან თუნდაც ADHD-ს როგორც პაციენტის, ასე ვთქვათ, განახოთ სიამოვნებით, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ თქვენ ამ პრობლემაზე საუბრობთ და დაგვითმეთ დრო ADHD Georgia's სახით მე, რომ ამაზე გვესაუბრა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხშირია ეს პრობლემა და სამწუხაროდ საქართველოში ჯერ ამაზე ცნობადობა არ არის იქ, სადაც უნდა იყოს. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.